დღეს ახალციხის რაიონის სასამართლოში გაიმართა მოსარჩელე ნინო ხაზააშვილის საქმის პროცესი, სადაც მხარეებმა ვიბრძოლეთ გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მოხდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო მოსარჩელის აღდგენა მის თანამდებობაზე, პოზიციაზე, ან ტოლფას პოზიციაზე, რომელიც უკვე წარმოუდგენელია, რომ აღსრულებას დაექვემდებაროს. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციამ, სადაც ის იყო დასაქმებული, გაუქმა საშტატო ნუსხა და მისი პოზიციაც ცალსახად იქნა გაუქმებული. ამის შემდეგ სასამართლოს ინიციატივით და ჩვენი ინიციატივითაც გვსურდა, რომ კომპენსაციის საკითხზე გვემსჯელა, რომელზეც მოხდა გარკვეული საკითხების გაჟღერება, ჩვენი მხრიდან კომპენსაციის თანხის დაფიქსირება, რომელიც იყო საკმაოდ გონივრული. მოთხოვნა იყო 28,500 ლარი, სადაც შედიოდა 10 თვის გაცდენილი თანხის ხელფასის ოდენობა და პლუს მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც თან ერთოდა ასევე ის გადასახადები, რომელიც მიღებული კომპენსაციის შემდეგ პირს ექვითება და ეს თანხა იყო საკმაოდ გონივრული იმ ხელფასის ოდენობასთან მიახლოებული და მორალური ზიანთან, რაც შეიძლებოდა, რომ სასამართლოს გაითვალისწინებინა და იყო აღსრულებადი და მათ შორის ყოფილ დამსაქმებასაც შეეძლო ამ თანხის გადახდა კომპენსაციის, თუმცა მათი მხრიდან უარყოფილ იქნა ეს მოსაზრება და მათი მხრიდან სამწუხაროდ შემოთავაზებული იქნა მხოლოდ 5,000 ლარი, რაც შეურაცხყოფელი არის უშუალოდ მოსარჩელისთვის. ჩვენი მხრიდან საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებული არის კონკრეტულ პოსტზე მისი რეაქციის გამოხატვასთან დაკავშირებით და არა შრომითი ხელშეკრულების ბადის გასვლასთან დაკავშირებით, რომელზეც ცალკე დავისაგანს წარმოადგენს ის, რომ მას მხოლოდ ერთი თვით დაედო შრომითი ხელშეკრულება, მაშინ როდესაც 2019 წლიდან ყოველწლიურად ერთი წლის ბადით იდებოდა მასთან შრომითი ხელშეკრულება. ამასთან ერთად ჩვენ უშუალოდ წარმოვადგინეთ ის სკრინი, რომელზეც მან გამოხატა საკუთარი პოზიცია, ასევე ის მიმოწერა, რომელიც მას თავის დასთან გააჩნია, სადაც თავის დასს წერს მოსარჩელე, რომ მან მიიღო გარკვეული სახის შენიშვნა და თავის დაიკითხება, თუ ვისგან მიიღო ეს შენიშვნა და აკონკრეტებს პასუხს, თუ ვისგანაც მიიღო შენიშვნა, რაც არის საკმაოდ აღქმადი, რეალური და დადგენადი მარტივად და რეალურად ეს გახდა იმის საბაბი, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ამასთან ერთად ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ხელმძღვანელ პირს არ გაუღია არ გაუკეთებია ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანი შეენარჩუნებინა აღნიშნულ პოზიციაზე, გაითვალისწინებინა მისი გამოცდილება, მისი უნარჩვევები და ის შესაძლებლობები, რაც მას ჰქონდა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჩვენი მხრიდან მოხდა უშუალოდ კითხვის დასმა და დაზუსტება ბიუჯეტის ნაწილთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა რეალური და მყისიერი ცვლილება, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ რეალურად ბიუჯეტი არ შეცვლილა. ორგანიზაციამ 2024 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა საშტატო ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ნინოს გათავისუფლების შემდეგ უკვე 2025 წლის 7 თებერვალს მიიღო ახალი საშტატო ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა და გამოკლებული იყო ფაქტობრივად ის ხელფასი, რაც ეკუთვნოდა მოსარჩელს. პროექტების მენეჯერის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, როდესაც პროექტების მენეჯერს უფრო შეუძლია საზოგადოებასთან ურთიერთობა მარტივად მოაგვაროს, ვიდრე ჩანაცვლდეს ტურიზმის განვითარება პროექტების. ბატონო, და თუ ერთსაც გითხავთ რა. თქვენ რეალურად მიგაჩნიათ 5,000 ლარი, რაც გაჟღერდა თქვენი მხრიდან, რომ ეს კომპენსაციის სახით მიეცეს თქვენს უკვე ყოფილ თანამშრომელს, რომელიც 10 თვე არ მუშაობს?